აჭარაში უამინდობა გრძელდება ძლიერ წვიმას, ამჯერად ქალაქის ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია, თუმცა უამინდობის გამო ამ დროისათვის ბათუმის მოსახლეობის 30% სასმელი წყალი არ მიეწოდება. სტიქიან პრობლემების შეუქმნა აჭარის მუნიციპალიტეტებსაც, დაიტბორა სოფლები და განვითარდა მეწყრული პროცესები. უამინდობის შედეგები სულხან მესხიძის სიუჟეტში. აჭარის რეგიონში უამინდობა 2 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. შტორმის სიმძლავრე კი შავი ზღვის სანაპიროზე დღეს გვიან ღამემდე 4 ბალის სიმძლავრის იქნება. ზღვა არის 4 ბალი, ჰაერის ტემპერატურა დღისით 18-20 გრადუსი, ღამით 16-18 გრადუსი. მომდევნო 2 დღე შენარჩუნდება არამდგრადიანმინდი. მოსალოდნელია დრო გამოშვებით ძლიერი წვიმა. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით დღე-ღამის განმავლობაში 112-ზე ბათუმიდან სულ 15-მდე შეტყობინება შევიდა. სააგენტოს უფროსის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით ძლიერ წვიმას ამჯერად ქალაქის ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია. არ ყოფილა სახლების დატბორვის შემთხვევებიც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნორმალური ვითარებაში ჩაიარა გუშინდელმა ღამემ. ქალაქ ბათუმში მუშაობს რამოდენიმე საგანგებოდ შექმნილი შტაბი. მქონდა 2 შემთხვევა, ერთი ქობულეთში და მეორე ბათუმში სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით, სადაც დავავალეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ბათუმის მერიას, რომ ეშოვნათ ტენტი და ჩვენი მაშველები ეხლა ამ დროისთვის უკვე ეხმარებიან დროებით გადახურვაში. უამინდობის შემდეგ დღეს ლუკა ასათიანის 17 ნომერში მდებარე სახლის კიბე ჩამოინგრა. საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დღესვე საქართველოს მთავრობის წევრებმა უამინდობის შედეგად დასავლეთ საქართველოსათვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს. სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს დღეს აჭარის მთავრობაში სტიქიასთან ბრძოლის სამთავრობო შტაბის შეხვედრაზე. რეგიონში შედარებით სტაბილური მდგომარეობა, დღეს მივიღეთ შტაბის ხდომაზე ინფორმაცია თუ რა მოვლენები განვითარდა მწვერვალის შედეგად, როგორც კი მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ სარალის დახმის შესახებ საბოლოო დასკვნას, ამის შემდეგ მოხდება ამ დასკვნის გადამოწმება ექსპერტიზა შესაბამისად შეფასდება თითოეული ადამიანის სარალი და მიიღება შესაბამის გადაწყვეტა. ამ დროისათვის სასმელი წყალი ძველი ქსელის აბონენტებს არ მიეწოდებათ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბათუმის წყლის დირექტორის ჯანი ვარშალომიძის თქმით, წვიმის შედეგად სათავე ნაგებობებში წყლის დონე მაიწია და დაბინძურებულია. ბათუმის მერიას ზღვაში შემავალ 6 არხს კი დღის განმავლობაში რეგულარულად წმენდა. ალექიმენობამ გამოიწვია მდინარეებში ყოველის წყალში და ჩაქვის წყალში ადდება. შესაბამისად აიმღვრა წყალიც. გამომდინარე აქედან ჩვენ ფაქტიურად ძველ ქსელზე ვინც არის ის აბონენტები გათიშული ყო წყლის დაკლების შემდეგ გაიწმინდება წყალიც უკვე რა თქმა უნდა შემდგომ ის დამუშავება შესაძლებელი იქნება, ასე რომ ჯერჯერობით პასუხს ვერ გეუბნებით. მუშაობდა შესაბამისად ეხლა მობილიზებული იყო ზღვაში გამსულ არხებზე. ზღვაში გამსულ არხებზე მუშაობა გამართულად შესაბამისად დატბორვის საფრთხე და სააშუქება არ წარმოქმნილა. რაც შეეხება აჭარის 5 მუნიციპალიტეტს მდგომარეობა ასეთია. ქობულეთში ცენტრალური ბაზრის ტერიტორია დაიტბორა. სოფელ აჭყვისთავში და ქაქუჩში ჩამოწვა მეწყერი. სოფელ ბობოყვაც კი დღეს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურსა და შუახევში. ადიდებულმა მდინარე ბზანამ ქედის მუნიციპალიტეტში 4-მდე ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი დატბორა. მთელი დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა ხულოს მუნიციპალიტეტში.